Tar joined. Krishna Chaitanya Hare Krishna Hare Krishna Krishna Hare 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 Namaste Saraswati Bicycle Potter Christian Pripatid Vedya Sanam Pavani Dio Vaishnavya Namo Namaha Gocha. Joined. Hare Krishna Gocha, ты как? На связи? Hare Krishna, учитель. Да, сейчас. Извините, пожалуйста. Мы сегодня более-менее совершим историю Сампрадая. Лука, შეგიძლია ახლოს მიწიო ტელეფონით, რომ ძალიან სულ მისვლის. ეხლა გესმის გოჩა? რა ვიცი, შენ დაიწყოს ლაპარაკი. Сегодня мы более или менее закончим историю Сампрадая, но искон у нас останется. ჩვენ ასე თუ დავასრულოთ სამპრადაის თემა და ისკონი დავქრით ჩვენ ახლა. Может быть, даже о Прабхупаде, о развитии искон при Прабхупаде поговорим. შეიძლება ვისაუბროთ პრაბჰუპადაზე და ისკონის განვითარებაზე. Корейцы. Но вначале у нас остался долг, поскольку Гочи очень редкий гость здесь, поэтому его часть. მაგრამ მანამდე ვარი დავქრით ჩვენო, იმიტომ რომ გოჩას აჩაუბარები. Рассказ о Нароттаме Датхапуре не был здесь озвучен. Мы не слышали. Нароттаме Датхапуრის შესახებ არ ყოფილა აღწერებული. Поэтому мы начнем, наверное, с этого. ალბათ აქედან დავიწყებთ. Чтобы сэкономить время, я просил Гочу его мне надиктовать, но слишком поздно уже, чтобы я заранее его прослушал. Поэтому мне придется прослушивать его позже, как говорится уже. Не обязательно всем говорить, это только для тебя. Поэтому давай. Рассказывай, так? Да, на грузинском, не мне. А мне потом отдельно надиктуешь. Хорошо. Მაგალითად ქართულად მოყვე მოკლედ და მე რუსულად აღშრაფოთ მე ჩავუვიდე. მაგალითად ნაროტამ დასტაკური არის ესე ვთქვათ უფალი ჩაიტანიას პრემიის მემკვიდრე, რომელიც ნაროტამ დასტაკური უფალი ჩაიტანიას წასვლის მერე ევლინება ამ სამყაროს და მის შესახებ სწორედ უფალი ჩაიტანია აკეთებს წინასამეტყველებას, რომ მოვა ნაროტამი და მე მას უტოვებ თელ შენ პრემას. იგი დაიბადა კეტორის ქარა დედაქალაქში, ის არის კეტორის უფლისწული მემკვიდრე პრინცი, მაგრამ ის ბავშვობიდანვე ავლენს ერთგულებას და განდეგილობას და ბავშვობიდანვე ცდილობს გაიქცეს სახლიდან, გაიქცეს ვრინდავანში. ბოლოს და ბოლოს სახერხებს გაქცევას. იგი ხდება როკანათას გოსვამის მოწაფე. მან ასევე ჩამოყალიბა ახალი ტიპის კიტანების მიმდინარეობა, რომელსაც გაერთიანა ვრინდავანის და სხვა ტიპის კიტანები ერთ სახეში. მან სწორედ აღადგინა საკიტანა, ანუ უფალი ჩაიტანეს წასვლის შემდეგ გამოთქვა საკიტანას მოძრაობა, ანუ უფლის წმინდა სახელების გალობა გარეთ, მასიურ კიტანეს მოწყობა უკვე
ჩამქრალი იყო და სწორედ ნაროტამმა დაიწყო თავიდან აღადგინა ეს მოძრაობა, დაიწყო ფესტივალების გამართვა, დიდი კიტანების. ერთ-ერთი ესეთი ისტორია არის, როდესაც მან მოაწყო ფესტივალი დიდი, ანუ უფალი ჩაიტანიას ღვთაების ინსტალაციის დროს, სადაც ტაძარი ააშენეს და ახდენენ უფალი ჩაიტანიას ღვთაების, თვითგამოვლენილი ღვთაების ინსტალაცია, სადაც ეპატიჟება ყველა ერთგულს, მათ შორის უფალი ნიტენანდას მეუღლეს და მის შვილს და სადაც ასევე კიტანის დროს ყველა დამსწრე ამ კიტანზე, ანუ ათასობით ადამიანი იღებს უფალი ჩაიტანიას, უფალი ნიტენანდას და მისი გარემოცვის დარშენს, რასაც ყველა ხედავს უშუალოდ. საბოლოო ჯამში მან მოაქცია, უარავე მოწაფე გაუჩნდა მას კეტორში და მის გარემოებებში და ასევე ის გამოირჩევა იმით, რომ მარტა ბრაჰმანებმაც კი აღიარეს როგორც გურუ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ის ბრაჰმანი და მანამდე თვლიდნენ შუდრა და ქსატრია როგორც მაქსიმუმ და ამბობდნენ, რომ ის არ არის ნამდვილი გურუ, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი წასვლის წინ, ანუ ერთ-ერთი გართობის დროს მიიღეს აბსოლუტურად ყველა ბრაჰმანმა მიიღო როგორც ჭეშმარიტი სულიერ მოძღვარი, მარტმა ბრაჰმანებმაც კი. მან შეისწავლა ბაქთი შასტრები ჯივა გოსვამის ხელმძღვანელობით და ის არის ერთ-ერთი პიროვნება, ვინც დაიწყო სანკიტანა, ანუ წიგნების გავრცელება უფალი ჩაიტანიას მოძრაობის წიგნების, რომელიც აწელეს გოსვამებმა. კოჩა საუბრობ რამეს? და შინივას აჩარის. ასევე ისმის ახლა ეკავნა. ეხლა კი. ასევე არის ძალიან კარგი ისტორია, როდესაც ის სხეულს ტოვებს, ანუ ის არ ტოვებს ჩვეულებრივად სხეულს, ის შედის როგორც მახსოვს მეგონი ადმავატიში მდინარეში ან განგაში და იქ ესე ვთქვათ მისი მოწაფეები ვიწყებენ მისი სხეულის მასაჟს და ამ დროს მისი სხეული ნენელა იქცევა გრძელთ და ესე ნენელა უერთდება მდინარის ნაკადს. ესე ტოვებს ის სხეულს. ამის მოსწრეთ ძალიან ბევრი მისი მოწაფე არის და ასევე სხვა პიროვნებებიც. ეს არის მოკლედ რა, მოკლე მონახაზი. სხვათა შორის ნარტამდასთა კურსი აქ ძალიან ბევრი ფაჯანი დაწერილი, რომელსაც ჩვენც ასე ხანდახან გაითხოვ. მადლობა კოჩა. როდი всё, короткая рассказал. Кажется, очень круто. I wanted to hear Kheturi festival. But, Mentioned? He mentioned, but only mentioned. Yes. Can I ask him? Yes. კოჩა, შეგიძლია ხეთურის ფესტივალზე მოგვიყო ცოტა? დარშანი რომ მიიღეს? რა? დარშანი რომ მიიღეს ყველა თუ როგორ? ხო, ოკეი. რო გვაქვს მაგის? აქ შევქს უკითხოთ. Actually, do we have time? Коча is asking. Yeah, you can. Ты можешь, да, минута за 3 рассказать. ხო. ანუ ეს ფესტივალი არის, ანუ მიძღვნილი ღვთაებების ინსტალაციისთვის, ანუ ტაძარი ააშენეს კეტორის დედაქალაქში, კეტორში და უფალი ჩაიტანიას ღვთაება იყო დარჩენილი, იდიც აქთა გამოდიოდა ღვთაების გამოძეწვა, ანუ არ მოწონდა ნაროტამდასთა კურს არნაირად და ხანის და გამოდიოდა ბოლოს, როდესაც იმედები დაუცხრდა ნაროტამდასთა კურს, უფალი ჩაიტანია მოვიდა სიზმარში და უთხრა, რომ ამა და ამ მიწათმოქმედის ბრინჯის საწყობში შედი და იქ მიპოვნა. რომელიც მიაკითხავს ამ ბრინჯის მწარმოებელს და ეტყვის, რომ აი ამ ადამიანს საწყობში უნდა შევიდე, მაგრამ მის უარზე არის და ბოლოს გაირკვევა, რომ ამ ბრინჯის საწყობში ვერავინ ვერ შედის, იმიტომ რომ გველებით არის სავსე და ყველას კბენენ, ვისაც შედიან, მაგრამ ნაროტამდასთა კურებას დაითანხმებს, შევა იქ, რაც ყველა გაოცდება და როგორც კი შევა, იგი საწყობიდან ეგრევე იწყებენ მთელი ეს გველები გაქცევას, გარბიან და ნაროტამდასთა კურს გამოყავს უფალი ჩაიტანიას ღვთაება, ოქროსფერი
რომელიც ანათებს და ამას ხედავენ მთელი ეს ბრინჯის წარმოებელიც და მისი ასე ვთქვათ მეურნეობაში დასაქმებული ხალხიც. და სწორედ ამ ღვთაების ინსტალაციის დღე არის, როდესაც ეწყობა ფესტივალი, სადაც დაპატიჟებულები არიან უფალი ნიტიანას მეუღლე, მისი შვილი და ყველა ვაიშნავი. უზარმაზარი კირტანები მართება, მთელი ქალაქი არის მორთული საფესტივალოდ. ასევე თავად უფალი ნიტიანას მეუღლე ამზადებს პრასას და ურიგებს ერთგულებს იქ. და სწორედ ამ კირტანის დროს მიდის ეს ამბები, როდესაც უფალი ჩაიტანია და მისი თანხლebები გამოვლინდებიან უშუალოდ და იწყებენ ამ კირტანის დროს ერთგულებთან ერთად ცეკვას და ხაზგასმულია, რომ განუხრელად მიუხედავად კვალიფიკაციისა, ზოგი ერთი დღის მისულია, ზოგი უკვე აჩარიები არიან, ყველა მიიღო დარშანი უფალი ჩაიტანიას და მის თანხლებების და მართლა ერთად ზოგი ცეკვავდა, ზოგი ტიროდა, ზოგი ძის ეკდო, ზოგი უგონოდ ეკდო. აი ეს მოკლედ არის ეს. მადლობა გოჩა. არის. Did you mention about Jeffrey matter? Yes, How she was serving to all the waters? yes. She was making. He said she was making herself prasad For all the waters. for all devotees and herself distributed this. Did he speak about the relationship between Narottam Das Thakur and Lokanath Goswami? He said that Lokanath Goswami was the guru of Narottam. Yes. Еще стоит отметить, как Нароттам Дас Тхакур получил посвящение Локанатхе Госвами. კიდევ კარგი იქნება ხაზ გაუსვათ იმას, თუ როგორ მიიღო ნაროტამ დას თაკურმა ლოკანათ დას გოსვამის ინიციაცია. Например, решимости в ученика найти прибежище у гуру. ეს მისი ასე ვთქვათ გადაწყვეტილის უნარიანობა და უკარვარი ხევცო, რომ მიიღოს თავშესაფარი გურუსთან მოწაფემ. Локанат Госвами отличался таким особенным смирением. ლოკანათ დას გოსვამი გამოირჩეოდა ასე ვთქვათ განსაკუთრებული თავდაბლობით. Все Госвами были очень смиренны, ყველა გოსვამი იყო ძალიან თავდაბალი, но их смирение проявлялось по-разному. მაგრამ მათი თავდაბლობა სხვადასხვანაირად გამოვლინდებოდა. Смирение Рупы Госвами проявлялось в том, что он отругал Дживу Госвами и выгнал его из Вриндавана. რუპა გოსვამის თავდაბლობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ჯივა გოსვამი გაკიცხა და გამოაგდო ვრინდავანიდან. А Локанат Госвами, он дал обет не принимать учеников. და ლოკანათ დას გოსვამი ვიციდავდა, რომ მოწაფები არ უნდა მიიღო. Вот. Но Нароттам Дас Тхакур захотел очень сильно стать его учеником. На самом деле не то, что он захотел, მაგრამ ნაროტამ დას თაკურს მოუნდა, რომ მისი მოწაფე გამხდარიყო უშუალოდ და სიამდვილეში არა უბრალოდ კი არ მოუნდა. когда он еще шел во Вриндаван из своего дома, убежал. როდესაც ის ჯერ კიდევ ვრინდავანში მიდიოდა, ანუ როდესაც თავის სახელიდან გაიქცა გზად, Ему явился Господь Чайтанья там в полусне и велел ему принять прибежище у Локанатхи Госвами. მას გამოეცხადა უფალი ჩაიტანია და მას უბრძანა, რომ მიიღო თავშესაფარი ლოკანათ დას გოსვამისთან. И поскольку он знал характер Локанатхи Госвами, Господь Чайтанья, იქიდან გამომდინარე, რომ უფალმა ჩაიტანიამ იცოდა ლოკანათ დას გოსვამის ხასიათი, он явился также Локанатхи Госвами во сне. ის ასევე გამოეცხადა ლოკანათ დას გოსვამის სიზმარში. И сказал, дай посвящение Нароттаму, который придет. დაუთხრა, რომ მიეცი თავშესაფარი ნაროტამს, რომელიც მოვა. Также вы можете получить рекомендации, ასევე თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რეკომენდაციები, сдать все бумаги, вернее, сдать все экзамены, ჩააბაროთ ყველა გამოცდა, получить все бумаги მიიღოთ ყველა ქაღალდი и думать, что теперь я точно получу инициацию. და იფიქროთ, რომ მე ახლა უეჭველად მივიღებ ინიციაციას. Но Локанат с вами, когда Нароттам Дас приблизился к нему, поклонился, მაგრამ ლოკანათ დას გოსვამი, როდესაც ნაროტამი მივიდა მასთან, მიუახლოვდა და ქედი მოიხარა მის წინაშე. и попросил его стать его дикша-гуру, духовным учителем.
და სთხოვა რომ გამხდარიყო მისი დიქშაგურუ, მისი სულიერი მოძღვარი. Лаканат сказал, нет, кто я такой? ლოკანათმა თქვა რომ არა მე ვინ ვარ? Ты принц вообще? შენ საერთოდ პრინცი ხარ. Ты такой возвышенный? У тебя происхождение такое возвышенное. ისეთი დიდი Я- წარმოშობა გაქვს. А я непонятно кто. მე კიდე გაუგებარია ვინ ვარ. Конечно, народ там знал правильные слова, как отвечать на это. თქმა უნდა ნაროტა მაითოდა თუ სწორი სიტყვები თუ როგორ უნდა იპასუხა მასზე. Он говорит, я знаю, что я гордец, но без твоей милости, поэтому ты называешь меня принцем, потому что я горжусь. მან უპასუხა რომ კი მე ვიცი რომ ქედმაღალი ვარ და ვამაყობ ჩემი წარმოშობით და ამიტომაც მე უნები რომ პრინცი ვარ. Если ты не дашь мне свою милость, я никогда от этой гордости не смогу освободиться. და თუ შენ არ მოცევ შენ წყალობას მე ვერასდროს ვერ შეძლებ ამ სიამაყეზე გავთავისუფლდე. Я без твоего руководства буду как судно без капитана и без руля. და მე შენი ხელმძღვანელობის გარეშე მე ვიქნები როგორც გემი კაპიტნის და საჭის გარეშე. Но Лаканат Госвами тогда сказал другую вещь, другую причину придумал. მაგრამ ლოკანათას გოსავი მე სხვა რაღაც უთხრა, სხვა მიზეზი მოიფიქრა. Он сказал, сам Господь Читания вложил в твое сердце Кришна прему. Как я могу тебя инициировать? მან უთხრა რომ თავად უფალმა ჩაიტანემ ჩადო შენს გულში კრიშნა პრემა, როგორ უნდა მოგცემ შენი ინიციაცია. Did he mention how it happened? Yes. Ты сказал, как он получил Кришна прему და из реки Падмы, да? Рассказал, да? коротко очень. Коротко, да. Когда он получил эту прему Господа Читания, его тело изменило цвет. Его тело было темное до этого, а стало золотистым после того, как он вышел из реки. როდესაც უფალი ჩაიტანეს პრემა მიიღო მდინარე პადმავატისგან, ნაროტამის სხეულმა ფერი შეიცვალა. მანამდე ნაროტამის სხეული იყო შავი და მერე გახდა ოქროსფერი. Родители даже его не сразу узнали. მშობლებმა თავიდან ვერც კი იცნეს, გაუჭირდათ ცნობა. Поэтому, когда Лука получит прему, есть опасность, что родители не признают. ამიტომაც როდესაც ლუკა მიიღეს პრემას, მაშინ მისი მშობლები აღარ აღიარებენ მას. Дарик зря смеется, с ней то же самое может произойти. დარიკო ტყუილად იცინიეს, რომ მასაც ესეთი რაღაც დაემართება. Поэтому поосторожнее с премой. ამიტომაც ფრთხილად იყავით პრემასთან. Вот. В общем, он отказывался под разными предлогами давать ему посвящение. მოკლედ ისე უარს ეუბნებოდა სხვადასხვა მიზეზებით, რომ არ მიეცა ინიციაცია. Ну, Нароттам тогда он не стал, знаете, ходить за ним по пятам и выпрашивать. მაგრამ ნაროტამდასმა არ დაიწყო მისი ეს უკან დევნა და ხვეწნა. Он знал, как нужно добиваться милости святых. მან იცოდა თუ როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მიეღო წმინდანების წყალობა. Он стал служить Нароттаму, да? Ой, Лаканатхи Госвами. მან დაიწყო ლოკანათა გოსვამის მსახურება. И он выбрал самое такое простое служение, ну, потому что другое служение тот отказался бы принимать. და მან შეარჩია ყველაზე უბრალო მსახურება, იმიტომ რომ სხვა მსახურებაზე უარს იტყოდა უბრალოდ ლოკანათას გოსვამი. Если бы он спросил Лаканата Госвами, можно я вам лобио с кабачками приготовлю? მას რა ეკითხა ლოკანათას გოსვამისთვის შეიძლება რომ თქვენ ლობიო ყაბაღთან ერთად მოგიმზადოთ. Лаканат Госвами отказался бы, нет, я сам что-нибудь приготовлю. ლოკანათას გოსვამი უარს ეტყოდა, არა, მე თვითონ მოვიმზადებ რამოს. Поэтому он стал убирать то место, куда утром ходил Лаканат Госвами. ამიტომაც მან დაიწყო იმ ადგილის დალაგება, სადაც დილაობით დადიოდა ლოკანათას გოსვამი. Где он справлял все свои потребности. სადაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს ყოფილებდა. И Нароттам приходил туда, когда еще было темно. და ნაროტამი მოდიოდა იქ, როდესაც ჯერ კიდე ღამე იყო, ანუ არ იყო არის მზე.
все чистил, омывал водой и даже там какие-то ароматические вещи брызгал. ყველაფერს წმენდა წყლით წყალს ასხურებდა და რაღაც არომატულ რაღაცებსაც დებდა, რომ კაი სუნელი ყოფილიყო. Но Локанат Госвами, видно, настолько был погружен в медитацию в Кришну, და ლოკანათას გოსვამი როგორ ჩანს, ისე და ჩაძირული იყო კრიშნაზე მედიტაციაში. что он только через месяц заметил, что кто-то убирается там. რომ მხოლოდ ერთი თვის მერე შეამჩნია, რომ ვიღაც ალაგებდა იმ ადგილს. Вот. И как раз в это время Господь Чайтанья опять ему явился. და სწორედ ამ დროს უფალი ჩაიტანია ისე გამოეცხადა მას, მოევლინა. Сказал уже ему сердито: я же сказал тебе принять Нароттама, дать ему посвящение. და უკვე უთხრა ესეთი გაბრაზებულმა, ესეთი სერიოზულმა, რომ მე ხო გიბძანე შენ, რომ მიგეღო ნაროტამი როგორც მოწაფე. И на следующее утро Локанат Госвами туда пришел вообще очень рано, в это место, чтобы посмотреть, кто это убирается. და შემდეგ დილით ლოკანათას გოსვამი მოვიდა იქ ძალიან ადრე, უბრალოდ ადრე იმ ადგილას, რომ იმისათვის ენახა თუ ვინ ალაგებს იქ. И он увидел, как Нароттам пришел туда очень счастливый, поющий Харе Кришна или Джая Гора Нитай, в общем, и который там начал все убирать, мести. და იმან დაინახა იქ ლოკანას ნაროტამ დასთა ყური, რომელიც იქ მივიდა დილით ადრე, ყველაფერი მიიტანა რა დასარგებლობასაც იყო ძალიან ბედნიერი, ღიღინებდა ჰარე კრიშნას და ყველაფერს დაგვადაიწყო გასთავება. И он выскочил из своего укрытия, обнял Нароттама и сказал: Нароттам, как ты можешь делать эти вещи грязные? და ლოკანათას გოსვამი გამოხდა თავისი სამალავიდან და ჩაეხუტა ნაროტამს და უთხრა: ნაროტამ, როგორ შეგიძლია შენ ესეთი ბინძური რაღაცებს აკეთება? И он согласился дать ему посвящение. და ის დათანხმდა, რომ მისთვის თავშესაფარი მიეცა. Он сказал: иди на Ямуну, совершай омовение. მან უთხრა, რომ წადი იამუნაზე და განიბანე. Потом возвращайся сюда, и я дам тебе мантру и дикшу. მერე დაბრუნდი აქ და მე მოგცემ შენ მანტრას და დიქშას. И он дал ему посвящение. და მან მისცა მას თავშესაფარი და ინიციაცია. И после этого Нароттам спросил его: могу я здесь остаться теперь и посвятить оставшуюся своей жизни служению твоим лотосным стопам? და შამის მერ ნაროტამა კითხა, რომ შემიძლია კი მე აქ დავრჩე და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენს ლოტოს სტეპების მსახურებას მიუძღვნა. Но Локанат Госвами сказал: нет, немедленно уходи отсюда. მაგრამ ლოკანათას გოსვამი უთხრა, რომ არა, დაუყოვნებლივ წავდი აქედან. Заканчивай обучение у Дживы Госвами, დაასრულე ჯივა გოსვამისთან სწავლა и потом отправляйся проповедовать. და მერე გაეშურე საქადაგოდ. Не сиди тут около меня. აქ არ იჯდე ჩემს გვერდით. И обычно духовные учители своих самых лучших учеников именно отправляют проповедовать, дают им самостоятельное какое-то задание, миссию серьезную. და როგორც წესი სულიერ მოწლები თავის საუკეთესო მოწაფეებს აგზავნიან სადღაც საქადაგოდ რაღაც დამოუკიდებელ ძალიან პასუხისმგებლო მისიებს აძლევენ. Но те, кто не может это делать, они могут, духовный учитель может их держать около себя, чтобы вдохновлять. და მათთვისაც არ შეუძლიათ ამის აკეთება, როგორც სულიერ მოწვე როგორც წესი თავის გვერდით იპოვებს იმისათვის, რომ შეძლოს მათი ესე თქვა გამხნევება. Поэтому это особая милость, особое признание духовного учителя, когда он прогоняет ученика проповедовать или еще что-то важное делать в другом месте. ამიტომაც ეს განსაკუთრებული წყალობა არის და როდესაც სულიერ მოწვარი აგდებს ესე თქვა თავის მოწაფეს იმისათვის, რომ რაღაც დამოუკიდებლად დაიწყოს რაღაც მისიის შესრულება. ეს განსაკუთრებული წყალობა. И мы знаем, что Нароттам Дас Такур, он потом стал очень мощно проповедовать. და ჩვენ ვიცით, რომ ნაროტამ დასთა ყურამ მერე ძალიან ძლიერად ძავრად დაიწყო ხადაგება. Он обратил много разных людей. მან მოაქცია ძალიან ბევრი სხვადასხვა სახის ადამიანი. От возвышенных браманов, начиная ამაღლებული ბრაჰმანებიდან დაწყებული, таких как Ганга Нараяна Чакраварти,
ისეთები როგორც არის განგანარაი და ჩაკრავარტი. Он происходил вообще из рода Сарасвата Брамана. ის საერთო წარმოშობით იყო სარასვატა ბრაჰმანების შტოდა. То есть среди браманов есть тоже своя градация. Сарасвата Брамана самый высший. ანუ ბრაჰმანებს შორის არის თავისი გრადაცია, ასევე და სარასვატი ბრაჰმანები ყველაზე ამაღლებულები არიან. И кончая Чандрараем. Чандрарай. დასრულებული ჩანდრარაიმით. Чандрарай тоже, конечно, происходил из браманской семьи. ჩანდრარაიც, რა თქმა უნდა, ბრაჰმანული ოჯახიდან იყო წარმოშობით. Но он стал распутником, бандитом. მაგრამ ის გახდა, ესე ვთქვათ, მოხეტიალე და ბანდიტი. У него даже была целая армия фактически бандитов под его руководством. მას პრაქტიკულად მთელი არმია ყავდა თავის დაქვემდებარებაში ბანდიტების. Даже мусульманский правитель, он боялся в эти места показываться, отправлять своих людей. და მუსულმანი მმართველიცაც კი ეშინოდა, რომ ამ ადგილას გამოჩენილიყო თავისი ხალხი გაეგზავნა. Но Чандрарай он был хуже, чем мусульманин. Он грабил людей, насиловал, убивал. ანუ ჩანდრარაი იყო უარესი ვიდრე მუსულმანი, ის უდავდა, ასე ვთქვათ, აუპატიურებდა. Вот. И в конце концов, за все его грехи в него вселился Брама Ракшас, в его тело. და ბოლოს ამ ყველა ცოდვის გამო მის ხეულში ჩასახდა ბრამა რაქშასი. И он очень мучился от этого. То есть. და ის ძლიერ იტანჯებოდა ამის გამო. И отец Чандрарая, который был браманом, он не был бандитом. და мама ჩანდრარაის, რომელიც არ იყო ბანდიტი, ის ბრაჰმანი იყო. Он хотел как-то помочь своему сыну, он вызывал разных лекарей. მას სურდა, რომ არამენად დახმარებოდა თავის შვილის სხვადასხვა კურნალს შემლოცველებს ეძახდა. Как это называется, экзорцистов. Ты знаешь, что такое экзорцист, гость? როგორც ეგზორცისტები, ან რომლებიც изгоняет духов, обычно называют экзорцистами. Вот. Но ничего не помогало. მაგრამ არაფერი არ შველიდა. И однажды этот дух внутри, он просто смеялся над всеми этими, кто приходил его изгонять. და ერთხელაც ეს სული, რომელიც მასში იყო ჩასახლებული, სპოდ ხარხარს იწევდა, როდესაც ვიღაც მოვდიოდა, რომელიც მის განდევნას ცდილობდა. И однажды этот дух, он сказал этому отцу: единственная возможность изгнать меня, если моей головы коснутся стопы Нароттама Даса Такура. ერთხელ ამ სულმა უთხრა ამ ეგზორცისტს, რომ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მე აქედან გამომაგდოთ ამ სხეულიდან არის ის, თუ ჩემ თავს თუ შეეხება ნაროტამ დას თაკურის წერფები. Поэтому отец послал послание к Нароттаму Дас Такуру в Кетуриграм, чтобы тот, пожалуйста, там пришел и исцелил сына. და ამიტომაც შიკრი გააგზავნა ნაროტამ დას თაკურის თაკურთან ამ მამამ მამის მარო და სთხოვა, რომ მოსულიყო ნაროტამი და დახმარებოდა მისი შვილის განკურნებაში. И ученики, друзья, они не советовали Нароттаму Дас Такуру идти. Но это грешник, в общем, так ему и надо. Ничего хорошего не выйдет, даже если ты ему поможешь. ნაროტამს თაკურის მოწაფეები და მეგობრები შევასაძლებლენ არ წახვიდე იქ, ის საერთოდ ცოდვილია, ესეთი დამფალი ადამიანი, ეს ღირსია, რომ ესე იტანჯება. Но так или иначе он пошел все равно. მაგრამ ასე თუ ისე მაინც წავიდა ის. И он действительно прикоснулся своими стопами к голове этого Чандрарая. და ის მართლაც შეეხო თავის წერფებით ამ ჩანდრარაიას თავს. И дух вышел из его тела. და სული გამოვიდა მის სხეულიდან. Поклонился Нароттам Дас Такуру. ქედი მოუხარა ნაროტამ დას თაკურს. И сказал: спасибо тебе большое, что избавил меня от этого ужасного соседства с этим грешником. და უთხრა მას, რომ დიდი მადლობა შენ, რომ გამათავისუფლე ამ საშინელი მეზობლობისგან ამ ცოდვილი სხეულში რო ვიყავი. И оба были счастливы, и дух, и Чандрарай. და ორივენი ბედნიერები იყვნენ, როგორც სულიც და ჩანდრარაიც. Это действует карма таким образом. და ამგვარად მოქმედებს კარმა. Когда два человека собираются,
როდესაც ორი ადამიანი იკრიბება, ლუკა, საკლინიკო Харе და Кришна. Харе Кришна. Иногда такое бывает, что покармить двое людей собирается и мучают друг друга. И оба страдают. გადახან ესე ხდება, რომ კარმიდან გამომდინარე ორი ადამიანი იკრიბება და ერთმანეთს აწვალებენ. И после этого Чандра Рай, он попросил о посвящении Наратама Дас Такура. და ამის შემდეგ ჩანდრა რაიამ სთხოვა ნაროტამ დას თაკურს, რომ მისთვის თავშესაფარი მიეცა. В общем, и тот принял его в ученики, дал ему наставление повторять Святое Имя, перестать грешить. და მან მიიღო ის მოწაფედ და მის ამას ახალი სახელი, მის ამ მანტრა და დაარიგა, რომ შეწყვიტე ცოდვების ჩადენა. Вот. И он стал святым вайшнавом, и об этом разнеслась информация сразу по всей области. და ის გახდა წმინდა ვაიშნავი და ეს ამბავი მთელს გარემოცვას მოედო ტერიტორიებს. И мусульманский правитель решил воспользоваться этой возможностью, он послал своих солдат. და მუსულმანმა მმართველმა გადაწყვიტა, რომ ამით ესარგებლა და გააგზავნა იქ თავისი ჯარისკაცები. Они схватили Чандрарая, в конце концов, они привели его к этому правителю, бросили его в яму, там посадили. მათ შეიპყრეს ეს ჩანდრავალი, მიიყვანეს ამ მუსულმან მმართველთან და ჩააგდეს ციხეში. В общем, били его там, издевались. მოკლედ სცემდნენ მას და ასე თქვა მას ხადიგდებდნენ. Но он был совершенно спокоен, он просто медитировал на своего духовного учителя. და ის აბსოლუტურად შვიდი იყო და მედიტირებდა თავისი სულიერ მოძღვრის ტაიფებზე. Даже этот правитель в какой-то момент отец опять захотел выручить своего сына. და რაღაც მომენტში მამამ ისე მოინდომა, რომ თავისი შვილი გამოეხსნა. И он нашел какого-то йога-тантрика, наверное, по интернету. და მან იპოვნა რომელიღაც იოგა-ტანტრიკი ალბათ ინტერნეტით. И тот согласился за хорошее пожертвование мистическим способом освободить Чандрарая из этой тюрьмы. და ის დათანხმდა კარგი შესაწირის სანაცვლოდ, რომ მისტიკური ძალებით გაეთავისუფლებინა ჩანდრა რაიამ ტყვეობისგან. Он какой-то мистический канал проделал под землей. და მან რაღაც მისტიკური არხი გააკეთა მიწის ქვეშ. И оказался в этой яме с Чандрараем вместе. და აღმოჩნდა ამ ჯურღმულში ჩანდრა რაისთან ერთად И сказал ему: я пришел, чтобы освободить тебя, отец послал. და უთხრა, რომ მე მოვედი იმისათვის გაგათავისუფლო შენ, მამაშენმა გამომაგზავნა შენთან. И чтобы выйти отсюда, тебе просто нужно повторять там мантру Господу Шиве. და იმისათვის რომ გამოხვიდე ახლა და გათავისუფლდე, საკმარისია უბრალოდ რომ შივას მანტრა გაიმეორო. Чандрарай засмеялся просто. Меня освободил уже мой гуру Махарадж. და ჩანდრა რაიმ უბრალოდ ხარხარი დაიწყო, მე უკვე გამათავისუფლა ჩემმა გურუ მაჰარაჯმა. И никаких мантр, кроме Харе Кришна, кроме той, которую он мне дал, я повторять не буду. Убирайся отсюда. არავითარი მანტრა ჰარე კრიშნას გარდა და იმ მანტრის გარდა, რომელიც ჩემმა გურუ მაჰარაჯმა მოცა არ გამიმეორო, წაეთრი აქედან. Я готов только уйти отсюда по милости гуру Махараджа, не по милости Господа Шивы или какого-нибудь йога. მე მზად ვარ რომ წავიდე აქედან უბრალოდ ჩემი გურუ მაჰარაჯის წყალობით და არც არავითარი იოგის წყალობით და არც შივას წყალობით არ წავალ. И потом этот царь, он решил убить даже этого Чандрарая мусульманский. და მე ამ მეფემ გადაწყვიტა, რომ ეს ჩანდრა რაი მოეკლა კიდევაც. Он вывел его там в одно место, и они привели туда бешеного слона.
და მან გამოიყვანა ის მოედანზე და იქ მიიყვანეს შეშლილი სპილო. А бешеный слон — это самое опасное животное в джунглях. Это гораздо опаснее тигров, львов. და ანუ ჭუიდან შეშლილი სპილო ეს ყველაზე სახიფათო ცხოველია, როგორც ლომებზე და ვეფხვებზე სახიფათოც კი. Но Чандрарай был спокоен, он просто медитировал на стопы своего гуру Махараджа, народ там даст. მაგრამ ჩანდრარაი აბსოლუტურად მშვიდი იყო, ის მედიტირებდა უბრალოდ თავის სული მოწვის სტეპებზე ნაროტამ დასის. В конце концов, когда этот слон подскочил к нему, он просто дернул его за хобот. და ბოლოს, ოდესაც ეს სპილო მივარდა მასთან, მან უბრალოდ ხორთუმიდან დაითრია. В общем, оторвал ему хобот, слон перекувырнулся. მოგეთ ხორთუმი მოაგრიჯა და სპილო გადაკოტრიალდა. Стал мотать ногами и оставил тело. ფეხების ფართხალი დაიწყო და სხეული დატოვა. It's not the story for the girl, I think. Sorry, Derek. Comment only. My feet is okay. Oh. No, it's not cold. I have a free socks, really. With wool socks and another cotton socks. Вот. И царь был впечатлен, он понял, что, похоже, Чандрарай действительно святой. და ჩანდრა მეფე შთაბეჭდილების ქვეშ იყო, როგორც ჩანს ჩანდრარაი მართლაც წმინდანია. Вот он освободил его, попросил прощения и отпустил его с почестями. მან ის გაათავისუფლა, გაუშვა და გაუშვა ესე თქვა და დიდი პატივისცემით. Чандрарай, когда вернулся домой, он первым делом отругал своего отца. ჩანდრარაი როდესაც სახში დაბრუნდა, პირველ რიგში თავისი მამა გაკიცხა. Он ему сказал: ты вообще не веришь в гуру Махараджа, ты не веришь в Господа Чайтанью. უთხრა რომ შენ საერთოდ აგჯერა гуру Махараджи, შენ აგჯერა უფალი ჩაიტანიას. Я ни от чьей милости не завишу, кроме милости гуру Махараджи, и ни от кого никаких подачек или благ, кроме гуру Махараджа, не принимаю. მან უთხრა რომ მე არავის წყალობას არ ვეყდნობი და არავის წყალობა ან გადმოგდებული შემწეობა არ მჭირდება ჩემი гуру Махараджის გარდა. Много всяких замечательных историй есть о Нароттаме Дас Тхакуре. ბევრი ძალიან განსაკუთრებული კარგი ისტორია არის ნაროდამ დას თაკურის შესახებ. И последняя, она связана с тем, что кастовые браманы, они критиковали его за то, что он дает посвящение браманам. და ბოლო რის გამოც აკრიტიკებდნენ ეს კასტური ბრაჰმანები იყო ის, რომ ის ინიციაციას აძლევდა ბრაჰმანებს. Вот. Хотя сам он являлся вайшей по происхождению. მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო ვაიშია წარმოშობით. И это вызывало их гнев. და ეს იწვევდა მათ მრისხანებას. Они пытались победить его в дебатах, но не всегда терпели поражение. ისინი ცდილობდნენ მუდმივად რომ ის დებატებში დაემარცხებინათ, მაგრამ ყოველთვის მარცხდებოდნენ. От него и даже от его учеников. მისგანაც და მისი მოწაფეებისგანაც კი. В конце концов, когда из Вриндавана пришло известие, что Шинивас Ачарья и Рамачандра Кавираджа ставили тело, და ბოლოს, ოდესაც ვრინდავანიდან მოვიდა შეტყობინება, რომ კრიშნა და დასკავერაჯ გოსვამი და შინივას აჩარიამ სხეულები დატოვეს. это были его самые близкие друзья. ესენი იყვნენ მისი ყველაზე უახლოესი მეგობრები. Нароттам Дас тоже решил оставить тело. ნაროტამ დას თაკურმაც გადაწყვიტა, რომ სხეული დაეტოვებინა. И вскоре он оставил тело. და მალევე დატოვა სხეული. Когда это произошло, когда эти браманы узнали об этом, они пришли туда и начали его критиковать. როდესაც ეს მოხდა, ეს ბრაჰმანები მივიდნენ იმ ადგილაზე და დაიწყეს მისი კრიტიკა. В общем, по делам, так ему и надо, за то, что он совершал грех, давал посвящение браманам.
აი ესეც ეღის ამას ესეც უნდა მას იმის გამო იმ შეურაცხყოფის გამო რომ ის ინიციაციებს აძლევდა ბრაჰმანებს. И ученики стали молиться ему. და მოწაფემა და ლოცვები აღუვლიდნენ მას. Гуру Махарадж, пожалуйста, вернитесь. Вот ради этих несчастных оскорбителей, чтобы они уверовали в вас. Спасите, пожалуйста, их. ისინი ლოცულობდნენ აი რომ დაბრუნდით ვთხოვთ გურუ მაჰარაჯს დაბრუნდით ამ შეურაცხყოფელების გამო რომ მათ შეძლონ და გაიგონ თქვენი მდგომარეობის შესახებ. И вдруг на глазах у всех, у этих браманов, его браманский шнур засиял, тело засияло, и он вернулся к жизни. და უცებ ამ ბრაჰმანების თვალწინ ნაროტამ სტაკურის ბრაჰმანული შნური ოქროსფერი გახდა და ბრწყინვა დაიწყო და მისმა სხეულმაც გაიბწყინა. И они приняли у него все прибежища сразу же. და მოგეთ გასაცდა ნაროტამ სტაკური და მაშინვე ეგრევე მიიღეს მათ ყველამ მისი თავშესაფარი, მისგან ინიციაცია. Хорошо, это пару историй из жизни Наротам, да, Стакура. ეს არის რამოდენიმე ნაწყვეტი ნაროტამ სტაკურის სიცხლიდან. Но закончили мы в прошлый раз на Бхактивиноде Такуре. მაგრამ ჩვენ დავასრულეთ წინაჯერზე ბაქთინოთ თაკურზე. Вот. Давайте вспомним, что удивительного сделал Бхактивинод Такур. Какие самые важные вещи в нашей сампрадае принадлежат ему. მოდით გავიხსენოთ თუ რასა უცხრებები გააკეთა ბაქთინოთ თაკურმა, რა მიეკუთვნება, რა წიგნი ეკუთვნის მას ჩვენ სამპრადაიაში. რამდენიმე რაღაც გააკეთა. პირველი რაც გააკეთა ეს იყო რომ სამპრადაიას აღუდგინა ეს რა ქვია სახელი რა და დიდება. იმიტომ რომ აქამდე დარღვეული ქონდა სამპრადაიას დიდება თავისი. Первое, что сделал он, Бхактивинод Такур, это то, что он восстановил честь сампрадаи, потому что до этого было имя сампрадаи, было довольно такое упало, так сказать. Да, оно было компрометировано. И сампрадаи компрометировали его дорогого гагетайс. ეს Можно? He was doing some mystical gesture. Дагоч. Ну, в первую очередь, он своим примером показал, как и должно быть предание, и второй, он вызывал, он приходил на споры там и побеждал в других спорах и доказывал настоящее видение. На основе шастр. На основе шастр, да? Угу. Да, скажи это. Теперь нас окоротвело. პირველ რიგში თავის მაგალითად უჩვენებდა თუ როგორ უნდა იყოს ერთგული. მეორე ის რომ ის მიდიოდა საკამათოდ ოპონენტებთან დამარცხებდა მათ და ამარცხებდა შასტრებს დაყრდნობით. Также через книги, которые он писал. და ასევე წიგნების გავლით ახმარებით, რომელსაც ის წერდა. Хорошо, еще что он сделал? კიდევ რა გააკეთა მან? Можно? Да. Наверное, что он вырастил и воспитал Швили. Заклин. Лагочка. Харе Кришна. Во имя Джо Шрила Прабхупадас масалбе сахилда. Он воспитал и вырастил Бхактисиданта Сарасвати Такура. И давал ему наставления. Да, это последнее. А еще две вещи. Es bolu de kite ori ramo.
Sarika, maybe you remember what is the most important deed of Bhaktivinoda Thakur for our Sampradaya? ну Сейчас Дарик скажет. დაკავშირებით კომენტების გავრცელებასთან დაკავშირებით ზუსტად არ ვიცი, არ მახსოვს. ის კომენტარების წიგნები, ან წიგნების გავრცელებასთან დაკავშირებით წიგნების ან კომენტარების დაწერის зустад არ махсовс. Уთხარი Тарик комментарий говорит, что я точно не помню, это или там комментарии книги, или распространение книг касается. Да, он был первым, кто начал организовывать широкую проповедь, даже международную проповедь. კი ის პირველი იყო, ვინც დაიწყო ფართო ქადაგება, ასე ვთქვათ, საერთაშორისო, ასე ვთქვათ. Даже посылал свои книги. Он стал писать, во-первых, на английском, посылал свои книги за рубеж. პირველ რიგში მან დაიწყო თავის წიგნების წერა ინგლისურად და აგზავნიდა საზღვარგარეთ. И последнее, четвертое, его вклад. ბოლო მეოთხე მისი წვლილი. Можно? Помню. He regained the past, how to say, the birthplace of Chaitanya Mahaprabhu, and it was the birthplace, right? Yeah. And also he regained Mayapur, or I don't Mayapur, Navadvip. The Navadvip and Mayapur is the same. Майпур is the part of Navadvip Dham. So Да, он восстановил положение и славу Навадвипа Дхамы. მან აღადგინა და დაამკვიდრა ნავადვიპა დხამის სახელი, დიდება. Он обнаружил опять потерянное место явления Господа Чайтаньи. მან აღმოაჩინა და განავითარა უფალი ჩაიტანიას მოვლენების ადგილები და მისი გართობების, связанные с его играми. რომელიც დაკავშირებული იყო მის თამაშებთან. Установил божества в некоторых местах. მოახდინა ღვთაებების ინსტალაცია И предсказал, და ეწინა სამეტყველა, что появится огромный храм, რომ გაჩნდება უზარმაზარი ტაძარი и что преданные со всего мира будут собираться в Майяпуре. რომ ერთგულები თელ მსოფლიოდან შეიკრიბებიან მაიაპურში И петь Джая Шачинандана Гора Хари. და იგალობებენ ჯაისაჩინანდანა გოურა ჰარი. Так и происходит сейчас. და ასეც ხდება დღესდღეობით. Вот. Теперь мы возвращаемся к тому, что у него, да, появился сын Бхактиданта Сарасвати, который стал продолжателем его дела. და ეხლა ჩვენ ვსუბრუნდებით იმას, რომ მას გაუჩნდა შვილი ბაქთი სითანტა სარასვატ თაკური, რომელმაც გააგრძელა მის საქმე, მის მისია. Бхактивинод Такур дал ему наставление. ბაქთიანა თაკურმა მისცა მას დარიგებები. Он сказал, в частности, в письме, в одном из последних писем, მან უთხრა ერთ თავის ბოლო წერილში, сказал: Сарасвати, никогда не жертвуй проповедью ради личного баджана. მან უთხრა, რომ არასდროს არ გაწირო ქადაგება საკუთარი პირადი ბაჯანის სანაცვლოდ. Сказал: печатай и распространяй книги, чтобы слава Навадвипа Дхамы и Чайтанья Махапрабху распространялась по всему миру. მან უთხრა, რომ დაბეჭდე და გაავრცელე წიგნები იმისათვის, რომ ნავადვიპა დჰამას და უფალი ჩაიტანიას დიდება გავრცელდეს. Некоторые другие важные наставления также. და ასევე ზოგიერთი მნიშვნელოვანი დარიგებებიც ასე. И
Бхактисиданта Сарасвати Такур был следующим выдающимся ачарьем. ბაქტისითათა სარასვათი თაკური იყო შემდეგი გამორჩეული აჩარია. Он с детства был необычной личностью. ის ბავშვობიდანვე არ იყო ჩვეულებრივი ბავშვი, განსაკუთრებული პიროვნება იყო. Он уже в 5 лет выучил Бхагавад-гиту. 5 წელში უკვე მას დასწავლი ჰქონდა ბაგავად-გიტა, 5 წლის ასაკში. Мог давать лекции по ней. შეეძლო მის შესახებ ლექციები წაიკითხა. В 9 лет он стал знатоком астрологии. 9 წლის ასაკში ის გახდა ასტროლოგიის მცოდნე. И вот это вот имя свое, Сиданта Сарасвати, он получил как раз из-за того, что написал трактат по астрологии Сурья Сиданта. და ეს სახელი სითანთა სარასვატი სწორედ იმის წყალობით მიიღო, იმის გამო მიიღო, რომ მან დაწერა ტრაქტატი სურია სითანთაზე. Ну вот Siddhanta what does it mean? Siddhanta means conclusive truth. Siddhanta, it means the pinnacle of knowledge. Oh. Siddhanta, Ved Anta. Yeah, Anta means the final word. Yeah. Word. Anta means the highest point. Fine. And Siddha means the power. Perfection. Perfection. Siddha. Yeah. Okay. It means the highest point of perfection. I understand. Вот. Но у него так же, как у многих из нас, была проблема с инициацией. მაგრამ მასაც ასევე ისე როგორც ბევრ ჩვენგანს პრობლემა ჰქონდა ინიციაციასთან დაკავშირებით. Потому что Бхактивинод Такур в какой-то момент сказал ему: ты должен получить посвящение у Горкишора Дасбабаджи Махараджа. იმიტომ რომ ბაქტივინოდ თაკურმა რაღაც მომენტში უთხრა, რომ შემდა მიიღო თავშაფარი გორკიშორ დას ბაბაჯისგან. А тот был как Лаканат Госвами, да? ის კიდე იყო როგორც Никому не უკრაინას давал გასვლა. посвящение. არავის არ აძლევდა ინიციაციას. Ну что интересно, там были очень интересные отношения между ними. რაც საინტერესოა, რომ მათ შორის ძალიან განსაკუთრებული ურთიერთობა იყო. Там фактически одновременно в доме Бхактивинода Такура собирались 4 ачарьи с разных поколений. იქ უშუალოდ ბაქტივინოდ თაკურის სახლში ერთდროულად იკრიბებოდნენ 4 აჩარია სხვადასხვა თაობის. Джаганат Дасбабаджи Махарадж, которому уже было больше 120 лет там. ჯაგანათას ბაბაჯი, რომელიც უკვე 120 წელზე მეტი იყო ასაკით. Бхактивинод Такур, Горкишор Дасбабаджи Махарадж. ბაქტივინოდ თაკური, გორკიშორ დას ბაბაჯი მაჰараჯი. И Бимал Прасад в то время его звали тогда. Детское имя Бхактисиданта Сарасвати. და ბიმალ პრასადი მისი ბავშვობის სახელი ესეთი იყო ბაქტისითანთა სარასვათი თაკურის. Они обсуждали Бхагаватам, Кришна Катху. ისინი განიხილავდნენ ბაგავატამს და კრიშნა კათას. Но Горкишор Дасбабаджи не соглашался давать посвящение Бхактисиданте Сарасвати в начале. მაგრამ გორკიშორ დას ბაბაჯი დასაწყისში არ თანხმდებოდა, რომ მიეცათ ინიციაცია ბაქტისითანთა სარასვათი თაკურის. Ну ты такой ученый, а я вообще писать не умею. Горкишор Дасбабаджи был неграмотный. მან ჯერ უთხრა, რომ შენ ესეთი სწავლული ხარ, მე კიდე წერას კი არ ვიცი, არ იყო განათლებული გორკიშორ დას ბაბაჯი. Вот. Несколько раз Бхактисиданта Сарасвати Такур ходил к нему. ბაქტისითანთა სარასვათი თაკური რამდენჯერმე მივიდა მასთან. Кто-то говорит 4 раза, кто-то говорит 13 раз. ზოგი ამბობს, რომ 4-ჯერო, ზოგი ამბობს, რომ 13-ჯერო. Кто-то тоже под разными предлогами отказывал ему. ისიც სხვადასხვა მიზეზებით უარს ეუბნებოდა. Сказал, у тебя рекомендация неправильная. მან უთხრა, რომ შენ არასწორი რეკომენდაციები გაქვს. В конце концов, Бхактисиданта сказал ему: то есть я знаю, ты поклоняешься верховному обманщику, Кришне. და ბოლოს ბაქტისითანთა თაკურმა უთხრა, რომ მე ვიცი, რომ შენ ეთაყვანები, ემსახურები უმაღლეს უზენაეს მატყუარას კრიშნას. Поэтому ты обманываешь меня. ამიტომაც შენ მატყუებ მეც.
Но если я не получу у тебя посвящение, я прыгну в Гангу с моста. მაგრამ თუ არ მივიღებ ინიციაცია შენგან, მე გადავხდები განგაში ხიდიდან. Это был последний сильный аргумент. ეს იყო ბოლო ძლიერი არგუმენტი. Егор Кишордас Бабаджи Махарадж дал ему посвящение, он стал единственным инициированным учеником. და გოურკიშორდას ბაბაჯიმ მიიღო ის როგორც მოწაფე დათანხმდა და ის იყო მისი ერთადერთი ინიცირებული მოწაფე. Бхактисиданта Сарасвати Такур, он около 10 лет совершал баджан в Навадрипе. და ბაქტისიდან სარასთაკური დაახლოებით 10 წლის მანძილზე დაახლოებით ასრულებდა თავის ფაჯას ნავადვიპაში. Дал обет повторить 1 миллиард святых имен. ფიცი დადო რომ უნდა გაიმეორებინა 1 მილიარდი წმინდა სახელი. То есть и каждый день можно посчитать, он повторял, по-моему, около 3 лакхов. То есть და შეგვიძლია დავითვალოთ რომ შეგვიძლია დავითვალოთ რომ ის ყოველდღურად 192 круга. ყოველდღურად 3 ლაქს იმეორებდა, რაც არის დაახლოებით 192 წრე. И вот 9 с чем-то лет у него, 9,5 лет у него это заняло. და მას დაჭირდა დაახლოებით 9,5 წელი ამისთვის. И в это время как раз Горкишордас Бабаджи Махарадж в это время оставил тело. და სწორედ ამ დროს დატოვა სხეული გორდას კიშორდას მაჰარაჯმა. И чуть позже, в течение года, Бхактивинод Такур тоже ушел. და ცოტა მოგვიანებით დაახლოებით 1 წლის მანძილზე ბაქტივინოდ თაკურიც წავიდა. И Бхактисиданта Сарасвати ему пришлось уже самому продолжать миссию, становиться ачарьем. და ბაქტისიდან სარასვათაკურს უკვე მოუწია რომ მას გაეგრძელებინა უკვე თავად მისია და გახდა აჩარია. Но он стал ее строить немного по-другому. და მან დაიწყო მისი აშენება ცოტა ოდენ სხვაგვარად. Если, как мы говорили, Бхактивинод Такур, он пытался распространять, организовывать движение на Махат, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ბაქტივინოდ თაკური ცდილობდა და აორგანიზებდა ნამაჰატების მოძრაობას, то Бхактисиданта Сарасвати Такур стал организовывать матхи. მაშინ ბაქტისიდან სარასვათაკურმა დაიწყო მათების ორგანიზება. Потому что из-за Кали-юги, то есть на Махаты со временем люди там начинали отклоняться. იმიტომ რომ კალიუგის გამო ნამაჰატებზე ადამიანებმა დაიწყეს ნელა გადახრები. Поэтому должны быть такие духовные центры чистоты, ამიტომაც უნდა იყოს ესე თქვა სულიერი ცენტრები რითვების სიწმინდის, где живут отреченные саду, где происходит поклонение божествам по всем стандартам. სადაც ცხოვრობენ გადეგილი სათუები, სადაც ხდება ღვთაებების თაყვანისმცემ მსახურება ყველა სტანდარტის დაცვით. Вот. И он начал организовывать эти матхи, и очень быстро это движение стало распространяться. და მან დაიწყო მათების ორგანიზება და ძალიან სწრაფად მოძრაობამ დაიწყო გავრცელება. Там уже за 1 год у него появилось 500 последователей. და მას უკვე 1 წლის მანძილზე უკვე 500 მიმდევარი გაუჩნდა. Так, 2 секунды. So, Bhaktisiddhanta Saraswati Thakur made a math, some organized, and these first followers were already Vaishnavas, right? Before, Not all, but most of them. there was some kind of a, let's say, congregations from Namahatas maybe, or I don't know. Да, в общем,
Люди приходили разные в матхи, но в основном, да, большая часть присоединялись уже люди благочестивые, уже склонные к вайшнавизму или вайшнавы. უკეთ სხვადასხვა ადამიანები უერთებოდნენ მათებს, მაგრამ ძირითადად მოდიოდნენ უკვე კეთილშობილი ადამიანები, რომლებსაც უკვე დაგროვებული ჰქონდათ კეთილშობილება. Вот. И Бхактисиданта Сарасвати Такур также стал проповедовать о важности Дайви Варнашамы. და ბაქთისიდან სასტაკურმა უკვე დაიწყო ქადაგება დაივია ვარნაშრამას მნიშვნელობაზე. На самом деле у него такая революционная роль в нашей сампрадае. სინამდვილეში მას ესეთი რევოლუციური როლი აქვს ჩვენ საპრადაიაში. Он изменил несколько очень важных вещей. მან შეცვალა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ. Вот. И эти изменения потом дальше подхватил Шрила Прабхупада, и он внедрил их уже в ИСККОН, в западном мире. და ეს ამცველებს უკვე შემდეგ შეპროპოდა ჩაეჭიდა ესე თქვა და დაანერგა უკვე ისკონის განვითარებაში. И первое, что сделал Бхактисиданта Сарасвати Такур, теперь вот эти вот важные моменты, их нужно запомнить. It's important და point. პირველად გააკეთა You need to remember it. და პირველად გააკეთა ბაქთისიდან სასტაკურმა ეს მნიშვნელოვანი მომენტია თუ ვინმე ახსოვს. Он изменил внутренний стиль сампрадаи. მან შეცვალა შინაგანი სტილი სამპრადაიას. То есть, если до этого в основном сампрадая, она основывалась на отреченных людях, которые звали Бабаджи. თუ მანამდე სამპრადაია ეფუძნებოდა განდეგილ ერთგულებს, როგორცაც ერქვა ბაბაჯები, И в основном жили в святых местах, совершали баджан. და ძირითადად ცხოვრობდნენ წმინდა ადგილებში და ბაჯანებს ასრულებდნენ. Они были выше этих системы Варнашамы со всеми правилами и так далее. ისინი უფრო მაღლა იდნენ ამ ვარნაშრამა სისტემაზე თავისი, ესე ვთქვათ, წესებიანად. Успевали, обсуждали Кришна Катху. გალოდნენ, განიხილავდნენ კრიშნა-კათას, მოკლედ ბედნიერი ადამიანები. Если люди приходили, они проповедовали им. თუ ადამიანები მიდიოდნენ მათთან, ისინი უქადაგებდნენ მათ. Вот. Иногда могли попросить построить храм и так далее. Но сами особо не были вовлечены в эту деятельность. თანდახან შეეძლოთ რომ ეთხოვათ რომ ტაძარი აეშენებინათ მისვლელებს, მაგრამ თავად არ იყვნენ დიდად ჩაძირულები ამაში. То Бхактисиданта Сарасвати Такур, он сделал это движение движением проповедников. მაშინ ბაქთისიდან სარასტაკურმა ეს მოძრაობა აქცია ქადაგებლების მოძრაობად. То есть он вдохновлял всех членов матха и даже семейных людей так или иначе участвовать в проповеди. და ის ასე ვთქვათ სულისკვეთებას მატებდა რომ ყველას მიიღო მონაწილეობა ასე თუ ისე ქადაგებაში, მათ შორის მეოჯახე ადამიანებს. Вот это важное изменение, за которое его некоторые вайшнавы стали критиковать, особенно Бабаджи. და ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომის გამოც ზოგიერთმა ვაიშნავმა მისი ძლიერი კრიტიკა დაიწყო, მათ შორის ბაბაჯემმა. И он создал то, это второй момент, он создал то, что называется организованной религией. და მეორე არის ის, რომ მან შექმნა ის, რასაც ეწოდება ორგანიზებული რელიგია. То есть по своей системе управления, иерархии. ანუ თავისი მართლობის სისტემით, იერარქიით. То есть если раньше все более-менее спонтанно в обществе вайшнавов происходило, თუ ადრე მეტნაკლებად სპონტანურად ხდებოდა ვაიშნავების საზოგადოებაში, то он начал все организовывать. მან დაიწყო ყველაფერს ორგანიზება. Вот. Как бы вам этого не хотелось, у нас все организовано. როგორც არ უნდა გინდოდეს, როგორც ამდენად არ უნდა გინდოდეთ ეს, მაშინ ჩვენთან ჩვენთან ყველაფერი ორგანიზებულია. Все по расписанию, в 9:30 нужно ყველაფერი заканчивать киртан. გაწერილია.
Или в 9 даже. Никакого спонтанного Disney. цельного движения. რომელსაც უნდა იწყოს კიტანი, რომელზეც დასრულდეს არავითარი სპონტანური მსახურება. То есть, и он на самом деле, он создал такую, внутри общества обычного, он создал такое вайшнавское сообщество, вайшнавскую культуру отдельную. და მან შექმნა შიგნით მოძრაობაში, ესე თქვა, ვაიშნაური ქადაგებლური კულტურა. Почему это сделал? Потому что время изменилось. რატომ გააკეთა ეს? იმიტომ რომ დრო შეიცვალა. Если раньше сама культура общества была ведической, и она способствовала духовному развитию человека, თუ ადრე თავად საზოგადოება და საზოგადოება იყო ვედური კულტურიზმ და თავად საზოგადოება უწყოდა ხელს რომ გავრცელებული იყო ეს წოდნა. она основывалась на духовных ценностях, и цели у нее были возвышенные духовные. ისე ფუძნებოდა სულიერ ფასეულებებს და მათი მიზანი იყო ამაღლებული სულიერი. То есть она способствовала духовному возвышению преданных. ის ბუნებრივად ხელს უწყობდა ერთგულების სულიერ ამაღლებას. То уже начиная от времени Бхактисиданта Сарасвати Такур, общество стало сильно меняться. უკვე ბაქთისინთა სარასვათა კურის დროიდან უკვე საზოგადოება შეცვლა დაიწყო. Даже индийское общество стало гораздо более материалистичным. ინდური საზოგადოებაც კი ძალიან ძლიერ მატერიალისტური გახდა. Поэтому, чтобы защитить преданных от этого влияния, чтобы сохранить чистоту, необходимо было создать внутри обычного общества вайшнавское такую, как это сказать, социум или подобщество. ამიტომაც საჭირო გახდა რომ ამ საზოგადოების შიგნით უკვე ვაიშნაური საზოგადოების შიგნით შეექმნა ესე თქვა საზოგადოება, ანუ ორგანიზებული საზოგადოება. То есть и также организация нужна для того, чтобы широко проповедовать. და ასე ორგანიზაცია საჭიროა იმისათვის რომ ფართოდ ვიხადაგოთ. Как-то проповедовать можно без организации, но чтобы проповедовать широко, везде, нужна организация. და ასე თუ ისე ხადაგება შესაძლებელია ორგანიზების გარეშეც, მაგრამ იმისათვის რომ ფართოდ ვიხადაგოთ და უფრო მასშტაბურად ამისათვის ორგანიზებაა საუცილებელი. Третье, что он сделал, он изменил способ руководства духовным движением. მესამე რაც მან განახორციელა ეს არის სულიერი მოძრაობის ხელმძღვანელობის სისტემა შეცვალა. То есть, если раньше как управлялось духовное движение, და ანუ თუ ადრე როგორც იმართებოდა სულიერი მოძრაობა, был один ачарья во главе, იყო ერთი აჩარია სათავეში, духовный лидер, სულიერი ლიდერი, как в Иране, да? Вот. И он решал все вопросы, определял политику. და ის წვდიდა ყველა საკითხს, ვთქვათ, საზღვრავდა პოლიტიკას. Когда он оставлял этот мир, возвращался в духовный мир, он оставлял после себя наследника или преемника. როდესაც ისტოვებდა ამ სამყაროს, უნდებოდა სულ ეს სამყაროში ისტოვებდა თავის თავის შემცვლელს. Называется система ачарья. Этого человека называли ачарья, и вот он был полноправным руководителем и единоличным. და ამას ერქვა აჩარების სისტემა, ის იყო აჩარია და ისტოვებდა, ესე თქვა, შემდეგ აჩარიეს. Но Бхактисиданта Сарасвати, პიროვნული ხელმძღვანელი. хотя он был таким ачарьем, и он руководил Гаудия Матхом, და აი ბაქთისინთა სარასვათა მიუხედავად იმისა, რომ ესეთი აჩარია იყო და ის ხელმძღვანელობდა გაუდია მათს, после своего ухода, а даже еще во время своего пребывания, он создал коллективный орган управления обществом. თავისი წასვლის შემდეგ და მანამდე სანამ ის ამ სამყაროში იყო, მან შექმნა კოლექტიური სისტემა ხელმძღვანელობის. И он назвал его GBC. და ის უწოდებდა მას GBC-ს.
знакомые, да? Буквы и звуки. И GBC означает Governing Body Commission. То есть управляющий орган такой. И знаете, откуда он это название взял? Знаете, да? და იცით საიდან აიღო ეს დასახელება GBC? Потому что в это время в Англии, не в Англии, а в Индии, индийские железные дороги управлялись такой структурой, которая как раз называлась GBC. მან აიღო ეს დასახელება, ეს სისტემა საკინიგზო კომპანიების გაერთიანებისგან, რომელსაც მართავდა ინგლისური გაერთიანება და ერქვა GBC. То есть это коллективное управление, когда есть несколько там директоров, они более-менее на равных. ეს არის კოლექტიური ხელმძღვანელობა, როდესაც არის რამდენიმე დირექტორი და მეტნაკლებად ისინი თანაბარ უფლებიანები არიან, რატოლები არიან. И он дал указание своим ученикам, чтобы после его ухода общество именно так управлялось коллективно, чтобы не было одного ачарьи, чтобы და управлялось მან коллективно. მისა დარიგება თავის მიმდევრებს, თავის მოწაფეებს, რომ მისი წასვლის შემდეგ სწორედ ესე გაეგრძელებინათ ხელმძღვანელობა მათების, რომ არ ყოფილიყო ერთ პიროვნული, არამედ კოლექტიური მმართველობა ყოფილიყო. И он даже назначил 3 человек. და მან დანიშნა კიდევაც სამი პიროვნება. Один из них был Ананта Васудева, очень такой брамачари. ერთ-ერთი მათ შორის იყო სოთაშორის ანანტა ბრამაჩარი, ესე თქვა და ანანტა ვასუდევა ეს არის ბრამაჩარი. Был очень таким глубоким человеком, знатоком шастр. ძალიან ღრმა და ძალიან მცოდნე შასტრების. Из семьи чистых преданных. წმინდა ერთგულების ოჯახიდან. Вторым человеком он назначил, его звали в Мадхи Кунджа Баба. მეორე ადამიანად დანიშნა ესეთი პიროვნება კუნჯა ბაბა ერქვა მას. Тот был очень хорошим менеджером. ის იყო ძალიან კარგი მენეჯერი. Are you cold? No. You have some cold, if you need. Вот. И на самом деле говорится, что именно менеджмент в Мадхи организовал он. Бхактисиданта Сарасвати Такур не был очень хорошим менеджером. და საერთოდ ნათქვა ამბობენ, რომ მენეჯმენტი სწორედ მან დაორგანიზა. ბაქთისიდანტა სარასვატი თაკური არ იყო მაინც და მაინც კარგი მენეჯერი. Вот, это Кунджа Баба, вот, он управлял фактически всем Мадхом на уровне менеджмента. ეს კუნჯა ბაბა ის პრაქტიკულად მართავდა თელს მათს, ანუ მენეჯმენტის დონეზე. И третьим человеком в этот GBC был выбран Парамананда Брамачари. და მესამე პიროვნება და ამ მათების ხელმძღვანელობაში იყო არჩეული პარამანანდა ბრამაჩარი. Он не был каким-то выдающимся членом Мадх. ის არ იყო რომელიმე ესე თქვა განსაკუთრებულად გამორჩეული წევრი მათების. Был верным учеником Бхактисиданта Сарасвати Такура. ის იყო ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურის გულწრფელი მოწაფე. Бхактисиданта Сарасвати Такур понимал, что эти двое лидеров, они очень разные, им будет тяжело вместе сотрудничать, поэтому нужен кто-то третий. ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურის ესმოდა, რომ ეს ორი ლიდერი ისინი ძალიან განსხვავებულები არიან და მათთვის რთული იქნება თანამშრომლობა, ამიტომაც საჭიროა ვინმე მესამე. И почему он это сделал? Почему он создал коллективную систему управления? რატომ გააკეთა მან ეს, რატომ შექმნა მან კოლექტიური სისტემა ხელმძღვანელობის? Потому что под влиянием Кали-юги практически не было таких ачарьев, которые могли безупречно управлять большим обществом, большим движением. იმიტომ რომ კალი-იუგას ზემოქმედების ქვეშ პრაქტიკულად არ იყო ესეთი აჩარი, ესეთი ერთგული ვინც შეძლებდა რომ ესეთი დიდი საზოგადოებისთვის კარგად ეხელმძღვანელა. Люди уже не обладали такими качествами, уже у людей появлялось много несовершенств. ადამიანები უკვე აღარ ფლობდნენ ესეთ თვისებებს, ადამიანებს უკვე გაუჩათ ბევრი არასრულყოფილება. Поэтому, чтобы защитить общество от несовершенства одного и ошибок одного человека, нужен был коллегиальный орган. ამიტომაც რომ დაეცვა საზოგადოება ეს ამ ერთი ადამიანის
არასრულყოფილებებისგან და რა დარღვეულიყო სწავლება, ამიტომაც საჭირო იყო კოლეგიალური ხელმძღვანელობა. Так же, как у нас здесь. У нас все везде советы, да, сейчас? ისე როგორც აქ ჩვენთან ყველგან და ყველაფერში არის საბჭოები. Совет Ятры, совет общины, совет храма. იატრას საბჭო, კომუნის საბჭო, ტაძრის საბჭო, Верховный совет Искон Титрацкари. უაღრესი საბჭო ისკონის თეთრიწყაროში. Потому что если один Гочи Махарадж будет управлять, то там одни тополя будут расти на поле. იტყვით მარტო გოჩა ხელმძღვანელოსაო იქ ამაში მარტო ალვის ხეები გაიზდა მარტო ალვის ხეებს გაზდიან ამინდრებშიო. გოჩა მაჰარაჯი ხო ბიჭო. Махарадж Гочи. ეგაჩუნდი Или картошка одна. будет. ეგაჩუნდი То есть, чтобы избежать ошибок, нужно, чтобы несколько человек принимали решение. Это гарантия того, что не будет что-то сильно неправильное принято. ანუ იმისათვის რომ თავი ავარდოთ შეცდომებს ამისათვის საჭირო რამდენიმე ადამიანი მართავდეს საზოგადოებას რომ არ იყოს ძლიერ არასწორი ნაბიჯი გადადგმული. Это также помогало в том случае, если с человеком, который во главе что-то случается, ეს ასევე ეხმარებოდა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს რომელიც სათავეში დგას რა იმართებოდა когда все завязано на одном человеке, с ним потом что-то случается, либо он уходит, либо оставляет тело, то все остальные в шоке. როდესაც ყველაფერი ჩამოკიდებული ერთ ადამიანზე, როდესაც ის მიდის ან როდესაც ის ხოვს ტოვებს, ყველა დანარჩენი შოქშია. Никто не знает, что делать. არავინ არაფერი არ იცის რა გააკეთოს. А когда коллективное управление, то общество застраховано от таких ситуаций. და როდესაც კოლექტიური ხელმძღვანელობაა, საზოგადოება დაზღვეული ესეთი რაღაცებისგან. И четвертый момент, он относится к внутренним, так скажем, установкам в сампрадаи. ეს მიეკუთვნება საპრადაიას შინაგან ესე ვთქვათ რეგულაციებს. Он отверг систему духовного развития, которая называлась ситха-пранали. მან უარყო სისტემა, სულიერი განვითარების სისტემა, რომელსაც ერქვა ტითატანალი. Ситха-пранали, не итха, а ситха. სითხაპრანალი. Да. Вот, которая была широко распространена среди вайшнавов. რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ვაიშნავებში. И она заключалась в том, что когда ученик был готов, духовный учитель давал ему особую мантру. და ის მდგომარეობდა იმაში, რომ როდესაც მოწაფე მზად იყო, სულიერ მოძღვარი აძლევდა მათ განსაკუთრებულ მანტრას. И учитель говорил ему, кто ученик в духовном мире, როდესაც ამ დროს მასწავლებელი ეუბნებოდა მოწაფეს თუ ვინ არის მოწაფე სულიერ სამყაროში. где он там живет, что он там делает, как его зовут или ее зовут, и какое у них там служение. რომ ვინ არის იქ სულიერ სამყაროში, რას აკეთებს იქ, სად ცხოვრობს, ვისთან ერთად ცხოვრობს, რა მსახურება И აქვს. ученик в основном он занимался тем, что он начинал медитировать, размышлять о своем положении в духовном мире. და მოწაფე რას აკეთებდა? მოწაფე ძირითადად კავდებოდა მედიტაციით იმ მდგომარეობაზე, რომელსაც იკავებს ის სულიერ სამყაროში. Могли сказать Луке, Лука, вот ты в духовном мире павлин. შეიძლება ერქვათ თქვათ ლუკასთვის რომ ლუკა შენ სულიერ სამყაროში ფარშევანგი ხარ. Поэтому ты должен медитировать на то, как ты для удовлетворения Кришны расправляешь свой хвост. ამიტომ ჩვენ დაიმედიტირე იმაზე რომ კრიშნას დასაკმაყოფილებლად როგორ შილი შენს კუდს Танцуешь для удовлетворения радость Кришны. ცეკვა რასაც და კრიშნას დასაკმაყოფილებლად.
Ну, с Лукой бы странные вещи сейчас начали происходить, если бы он этим занялся. ლუკას არათუ სწორ რაღაცები დაემართებოდა, რომ ესეთი რაღაცები დაკავებულიყო. Ты Дарика сказали, ты вот помощница Гопи, ты там готовишь мацони для кухни мамы Ешоды. და დარიკოსთვის კიდე თქვათ, რომ შენ კოპების დამხმარე ხარ და შენ დედა იაშოდა სამზარეულოში მაწონეს ამზადებ. И таким образом люди, повторяя мантру особую и медитируя на свою духовную форму, вот они двигались к совершенству. და ამგვარად მიიღებდნენ ამ განსაკუთრებულ მანტრას და მედიტირებდნენ თავის მდგომარეობაზე სულ სამყაროში, ისინი ვითარდებოდნენ სრულყოფილებისკენ. Но Бхактисиданта Сарасвати Такур сказал, никаких ситха-пранали теперь. მაგრამ ბაქთის სითათა სარასტაკურმა თქვა, რომ ამიერიდან არავით არის სითა პრანამი. Сказал, наша ситха-пранали это Харе Кришна, 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 Харе Харе. მან თქვა, რომ ჩვენი სითა პრანალი ეს არის ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა. Кришна, Кришна, Харе Харе. კრიშნა, კრიშნა, ჰარე. Вот. Что святое имя раскроет вам в нужный момент вашу духовную форму, ваши обязанности в духовном мире. რომ წმინდა სახელი თავის დროზე, როცა დრო მოვა, გაგიხსნით თქვენს მდგომარეობას, გიჩვენეთ თქვენს მდგომარეობას სულ სამყაროზე, თქვენს ბუნებას და არხს გაგიხსნით სულ სამყაროში. Да, вначале нужно сердце очистить. ჯერ გული უნდა განიწმინოთ. Потому что если сердце не очищено, то все вот эти вот попытки размышлять о играх Кришны в духовном мире ни к чему хорошему не приводят. იმიტომ რომ მანამ სანამ გული არ არის განწმენდილი, აი ეს განხილვები კრიშნას გართობების და გოპების გართობების შესახებ არავით არის კარგი არაფერამდე არ მიყვავართ. Потому что вы там будете готовить мацони для мамы Ешоды. იმიტომ რომ თქვენ იქ ამზადებთ თქვა და მაწონს დედა იაშოდასთვის. Можете подумать, может быть, туда шоколадку потереть еще. შოკოლადე ჩავაფხნე ცოტა. То есть попытаетесь улучшить служение духовного мира. ანუ შეეცდებით რომ სულიერ სამყაროს სახურება გაუმჯობესოთ. Или подумать, я павлин, но мне же нужно это запечатлеть, как там Рада с Кришной ходит. Поэтому мне нужен пиксель. და ასე ვფიქრობდი რომ მე ფარშევანგი ვარ, მაგრამ მე ხო უნდა აღწერო ეს მდგომარეობა, ეს გართობები, რათას და კრიშნას გართობები და ამიტომაც პიქსელი მჭირდება. Чтобы делать фото, да еще лучше с искусственным интеллектом, чтобы он обрабатывал. რომ ფოტო გავაკეთო და უკეთეს იქნება რომ ხელოვნური ინტელექტით რო ის ამუშავებდეს თან ამ ფოტოსურათს. Ну, сам по себе, если у человека ум грязный, он не сможет сосредоточиться на этих размышлениях. თავისთავად ადამიანს თუ ჭკუა ბინძური აქვს, მაშინ ვერ შეძლებს ის რო კონცენტრირება მოახდინოს ამ თემებზე. Потому что эти размышления, это означает смараном. Вы помните, что есть такой способ, вид преданного служения, 1 из 9. Это смарана. იმიტომ რომ თავად ეს განხილვები ეს ნიშნავს სმარანამს, რაც გახსოვთ რომ არსებობს ესეთი ერთ-ერთი მსახურება, ანუ მახსოვრობა და განხილვა, ფიქრი. Чтобы заниматься смараном, нужно, чтобы был спокойный, чистый ум. იმისათვის რომ სმარანამით დავკავდეთ, საჭიროა რომ სულთა და მშვიდი ჭკუა იყოს. А у кого сейчас спокойный ум? და ვის აქვს ახლა დამშვიდებული ჭკუა? Их очень-очень мало. ესეთი პიროვნებები ძალიან ცოტანი არიან. Вот. Поэтому нам проще заниматься киртаном и шраваном. ამიტომაც ჩვენთვის მარტივია რომ კიტანამი და შრავანამით დაკავებულები. Потому что правильный киртаном он очистит ум, сердце, и он приведет к смарану. იმიტომ რომ სწორი კიტანამი ის განწმენს გულს და ჭკუას და მივიყვანს სმარანამდე. Поэтому Бхактисиданта Сарасвати Такур сказал, сначала мараном, а потом смараном. ეს თქვა ბაქთის სითათა სარასტაკურმა რომ ჯერ მარანამ და მერე სმარანამ. Знаете, что такое мараном?
იცით რა არის მარანამ? Марнам означает помереть. მარანამ ნიშნავს სიკვდილს. Марнам means death. То есть, и что имел в виду Бхактисиданта Сарасвати Такур? რას გულისხმობდა ბაქთისიდანტა სარასვატი თაკური? Он имел в виду, что вначале в нас материальная личность должна помереть. ის გულისხმობდა, რომ დასაწყისში ჩვენში ჯერ მატერიალური პიროვნება უნდა მოკვდეს. А потом мы можем размышлять о своей духовной личности, о своей духовной природе уже. მერე შეგვიძლია ჩვენ რომ ვიფიქროთ და ვიმედიტიროთ ჩვენს სულიერ პიროვნებაზე. Но если этого не произойдет, то мы будем их совмещать как-то, и будут очень странные вещи происходить. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ორი სხვადასხვა რამ შევრწყათ და მოხდება რაღაც ძალიან უცნაური ამბები. То есть, я уже забыл, кто там, по-моему, Чинмой, он проповедовал, что в духовный мир через бег, в общем, нужно бегом там заниматься, чтобы духовно развиваться. через чего? Бег, აა бегать. ესეთი პიროვნება იყო, რომელიც ქადაგებდა, რომ სულ სამყაროში შესაძლებელია მოხვედრა სირბილის დახმარებით. Оши там говорил, что через секс очень хорошо войти в лила Кришны. ეს კუშა თუ არ ვიცი ვინ ის ამბობდა, რომ ძალიან კარგი არის და შესაძლებელია რომ მოხვდე რათა ზარილიას გართობებში სექსის დახმარებით, სექსის გავლით. Здесь в Грузии, кто-нибудь сказал, через грузинские песни и танцы. Только так в духовный мир можно попасть. საქართველოში იქნებიან ვიღაცები, ვინც იტყვიან, რომ მხოლოდ ქართული სიმღერები და ქართული ცეკვებით შესაძლებელია სულ სამყაროში მოხვედრა. То есть, кто к чему привязан, к каким материальным вещам, тот будет это в духовную жизнь тащить и духовную жизнь под это подстраивать. ანუ ვინც რაზე არის ჯაჭვული მატერიალურ სამყაროში, ის შეეცდება, რომ ამის დახმარებით ეს აეტრიას სულ სამყაროში. Поэтому Бхактисиданта Сарасвати Такур, он установил вот этот принцип предварительного очищения сердца для того, чтобы к более глубоким вещам переходить. ამიტომაც ბაქთისიდანტა სარასვატი დააფუძნა ეს წინამორბედი გულის განწმენდის სისტემა, იმისათვის რომ უფრო ამაღლებულ თემებზე შეძლოთ გადასვლა. Потому что для нас это реально правильно, иначе мы ничего не достигнем, если будем преждевременно пытаться о чем-то возвышенном размышлять, представлять что-то. იმიტომ რომ ეს ჩვენთვის მართლაც რეალური და სწორია, თუ ჩვენ მანამ სანამ ესეთ აღმავლობელ ასებს დავიწყოთ ფიქრს და განხილვებს, რომ გული განვიწმინდოთ. И фактически Шрила Прабхупада взял вот все эти идеи Бхактисиданта Сарасвати Такура и воплотил их в более современное время уже в западной культуре. და ფაქტობრივად შრილა პრაბჰუპადა მაიღო ეს იდეები და რეფორმები ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურის და განახორციელა მოიყვანა სისრულეში უკვე დასავლურ სამყაროში. Еще одна вещь, которую Бхактисиданта Сарасвати Такур активно вводил, это принцип юкта вайраги. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურმა აქტიურად შემოიღო, ეს არის იუქტა ვაირაგიას სისტემა. Потому что предыдущие ачарьи, они говорили, იმიტომ რომ წინამორბედი აჩარიები სინაბოდნენ, никаких пикселей, даже Xiaomi никаких, если хотите заниматься духовной жизнью. ისინი ამბობდნენ, არავით არის პიქსელი, Xiaomi-ც კი არა, თუ გინდა რომ სულიერ სამყაროს დაკავდეს, სულიერ Потому что это все майя. მოცნები დაკავდეს. Даже Poco нельзя. Что? Even Poco is prohibited. Вот. А Бхактисиданта Сарасвати Такур начал все использовать, всю технику для служения Кришны, для проповеди. და ბაქთისიდანტა სარასვატი თაკურმა დაიწყო ყველაფრის გამოყენება, ყველა ტექნიკის გამოყენება ქადაგებისთვის. Говорит, для служения можно все использовать. ის ამბობდა, რომ მსახურებისთვის ყველაფრის გამოყენება შეიძლება. Но чтобы это не влияло на нас, эти материальные вещи, нужна садхана очень четкая, нужна саду санга, поклонение божествам.
და იმისათვის ამ რაღაცემა რო ჩვენზე არ იმოქმედოს ძლიერ, ამისათვის საჭიროა ძალიან სერიოზული სათანა, საჭიროა სერიოზული სათუსანგა. Фактически стал первым ачарием, который сел на автомобиль. ის ფაქტიურად პირველი აჩარია გახდათ, ვინც ავტომანქანას დაჯდა. М, Он стал использовать западную одежду, шитую. მან დაიწყო დასავლური შეკერილი ტანსაცმლის გამოყენება. есть, И многие-многие другие вещи. და ბევრი სხვა რამ. Там даже общался с англичанами, посылал учеников на Запад проповедовать. ის ინგლისელთანაც კი ურთიერთობდა და აგზავნიდა დასავლეთში თავის მოწაფეებს საქადაგოდ. კოჭა, ხო, ხმა თითქოს წლებოდა, ეხლა გამოსწორდა. То есть и при нем Гаудия-Матха он расцвел в Индии, был очень популярен, очень могущественен. და მის ხელმძღვანელობის ქვეშ გაუდია-მათმა გაიბიწყინა და ძალიან ფართო მასშტაბი შეიძინა და პოპულარული იყო მთელ ინდოეთში. Было построено много храмов в Индии. ბევრი ტაძარი იქნა აშენებული ინდოეთში. Но проблемы начались после его ухода. მაგრამ პრობლემები დაიწყო მისი წასვლის შემდეგ. Потому что фактически сразу же ученики нарушили этот принцип следования духовному учителю, его наставлениям. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეგრევე დაარღვიეს მოწაფეებმა სულიერი მოძღვრის დარიგებების მიყოლის პრინციპი. И в первую очередь вот это вот желание его, чтобы общество управлялось коллективно, чтобы GBC было. და პირველ რიგში ეს მისი სურვილი რომ საზოგადოება მართული ყოფილიყო კოლექტიურად რომ ემართა GBC-ს. Они попробовали вначале, но потом они стали ссориться, ругаться. მათ დასაწყისში სადეს, მაგრამ მათ დაიწყეს მერე კამათი და ჩხუბი ერთმანეთში. В конце концов решили вернуться к привычной системе, выбрать ачарью одного, преемника. ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტეს რომ დაბრუნებოდნენ Гоча, მიჩვეულ სისტემას, აერჩიათ ერთი მემკვიდრე აჩარია. И вот они выбрали этого Ананта Васудеву, поскольку он был самым таким очень ярким. მათ აირჩიეს ეს ანანტა ვასუდევა, ის იყო ყველაზე სწორად ნათელი, ეს სწორად ლიდერი. Он же Баба, который впоследствии принял саньясу и стал известен как Бхакти Вилас Тиртха Махараджа, он с этим не согласился. კუნჯა ბაბა, რომელიც მათ მერე შემდეგ სანიასა მიიღო, საბოლოო ჯამში ის ამას არ დაეთანხმა. Почему он, почему не я? რატომ ის, რატომ მე არა? Вот. Ну, вначале большинство было на стороне Ананта Васудева, преданных. დასაწყისში თავიდან ყველა უმეტესობა ანანტა ვასუდევას მხარეს იყო. Но поскольку было нарушено указание духовного учителя, поскольку была совершена гуру-апаратха, მაგრამ იქნა გამომდინარე, რომ სულემ მოძღვრის დარიგება იყო დარღვეული და ჩადენილი იქნა გურუ აპარათა. это привело к серьезным последствиям. ამან მიიყვანა სერიოზულ შედეგებამდე. Это Ананта Васудева, он стал саньяси, его стали звать Бхакти Прасад Махарадж, Бхакти Прасад Пури Махарадж. ეს ანანტა ვასუდევა მიიღო სანიასა და მას დაერქვა Бхакти Прасад Пури Махарадж. ბაქტი პრასად პური მაჰараджи დაერქვა. Вот. В конце концов у него возникла его привязанность к незаконным отношениям даже. ბოლოს და ბოლოს მას გაუჩნდა უკანონო ურთიერთობებთანაც კი მჭაჭულობა. Преданные об этом узнали, был большой скандал. ერთგულემ ამის შესახებ გაიგეს და დიდი სკანდალი იყო. В конце концов он ушел даже из движения и даже стал критиковать Бхактисиданта Сарасвати Такура.
ბოლოს და ბოლოს ის მოძრაობიდანაც კი წავიდა და დაიწყო ბოლოს და ბოლოს ბაქთის სიტა და საშტაკურის კრიტიკაც კი Ну и он очень плохо закончил. და ძალიან ცუდად დაასრულა მან. Другие преданные тоже стали ругаться. Они стали делить имущество Гудия Матха. სხვა ერთგულებმაც დაიწყეს კამათი ერთმანეთში და დაიწყეს გაუდია მათის ქონების გაყოფა ერთმანეთში. А вместо того, чтобы вместе проповедовать, вся энергия и время уходила на судебное разбирательство. იმის ნაცვლად რომ ყველა საერთოდ ეკადაგათ, მთელი ძალა და ენერგია და დრო მიდიოდა სასამართლო შეხვედრებზე. Шрила Прабхупаде, конечно, было больно все это наблюдать. შეპროპოდას ტკივნეული იყო ყველაფრის ყურება. Но, к счастью, он не был каким-то в то время большим и важным человеком в Гудия Матха. Он был грехасткой, на него особо внимания никто не обращал, никто не трогал. მაგრამ საბედნიეროდ მაშინ მას არ თვლიდნენ რაღაც განსაკუთრებულ დიდ ლიდერად გაუდია მათში ის იყო უბრალოდ გრიხასთა, ყურადღებას არ აქცევდნენ. Но он твердо решил, что он должен четко следовать наставлениям Бхактисиданта Сарасвати Такура. Вот. მაგრამ მან კარად გადაწყვიტა отправиться на Запад и организовать там вайшнавское движение. მან კარად გადაწყვიტა რომ გადაუხვევის გარეშე მიყოლოდა ბაქთისიტა სარასტაკურის დარიგებებს და გამგზავრებულიყო დასავლეთში და იქ დაიფუძნებინა მოძრაობა. Это вкратце. На сегодня мы закончим. ეს მოკლედ არის და დღეისთვის ჩვენ დავასრულეთ ამით. История Гудия Матха и основные желания Бхактисиданта Сарасвати Такура, они очень важны для нас. გაუდია მათის ისტორია და ძირითადი მომენტები ბაქთისიტა სარასტაკურის ცხოვრებიდან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. С одной стороны, это показывает нам, в каком направлении двигаться, поскольку Шрила Прабхупада взял те же самые идеи. ეს ერთის ხო გვიჩვენებს თუ რომელ მხარეს წავიდეთ, იმიტომ რომ შრილა პრაბჰუპადამ იგივე იდეები აიღო. С другой стороны, это показывает, как важно не отклоняться и следовать духовному учителю. მეორეს ხო გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ აგადავიხაროთ, აგადაუხვიოთ და მიყვებოდეთ და ეფუძნებოდეთ სულიერ მოძღვრის დარიგებებს. То есть к чему приводит это отклонение, в конце концов? Все движение теряет силу, проповедь очень сильно ослабевает или вообще исчезает. ბოლოს და ბოლოს ამ გადახრებს სად მიყავართ და რამდენად სუსტდება და იშლება მთელი მოძრაობა და ქადაგება. Вот, и в следующий раз мы уже поговорим непосредственно об ИСККОН, как он возник, как он развивался при Прабхупаде и после его ухода. Შემდეგ ჯერზე უკვე უშუალოდ ვისაუბრეთ ისკონზე, თუ როგორ დაფუძნდა, როგორ ვითარდებოდა და როგორ გააგრძელა არსებობა შრილა პრაბჰუპადას წასვლის შემდეგ უკვე. Закончим мы тем, как у нас все устроено организационно. დავასრულოთ ჩვენ იმით, თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენთან ორგანიზაციული კუთხით. Чтобы вы могли понять, как стать большим человеком в ИСККОН. იმისათვის რომ შეძლოთ გაიგოთ თუ როგორ გახდეთ დიდი ადამიანი ისკონში. Кому с какой стороны нужно подходить. ვის რომელი მხრიდან უნდა მიუდგეთ. Кому нужно давать взятки. ვის უნდა მისცეთ ქრამები. Это шутка. Схумруба. Что касается в целом истории, я закончу цитатой Баладева Видябушина. რაც შეეხება საერთო ჯამში ისტორიას, მე დავასრულებ цитатით Баладева Видябушанასი. Говорит о том, почему нужно изучать историю вайшнавизма и размышлять над ней. ის საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის საჭირო რომ შევისწავლოთ ისტორია გაუდია ვაიშნავიზმის და ვისწავლოთ ეს. Говорит, если мы будем размышлять над тем, ის ამბობს, რომ თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმის შესახებ,
как духовное знание передается по цепи ученической преемственности, თუ როგორ გადაეცემა სულიერი ცოდნა მოწაფეებრივი თანმიმდევრობის ჯაჭვით и как великие святые хранили и оберегали чистоту этого знания, და როგორ ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ დიადი წმინდანები ამ ცოდნას, то благодаря такой медитации ესეთი მედიტაციის წყალობით у нас разовьется целеустремленность и желание достичь чистой преданности. ჩვენ გაგვივითარდება მიზანდასახულობა და სურვილი რომ მივახციოთ წმინდა ერთგულებას. Эта целеустремленность привлечет милость Господа. ეს მიზანდასახულობა მიზიდავს უფლის წყალობას. В конечном счете это нужно для того, чтобы мы укрепили веру, საბოლოო ჯამში საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ რწმენა გავიმყაროთ, воодушевились, услышав о подвигах наших предшественников, ачарьев, რომ სულის კვეთება მოგვემატოს, რომ გავიგოთ, მოვისმინოთ წინამორბედი აჩარიების, ესე ვთქვათ, დიადი ნაბიჯების შესახებ. ну и сильно захотели бы следовать по их пути, следовать за ними. რომ ძლიერად მოგვინდეს, რომ მათ გზას გავყვეთ და მათ ნაკვალებს მიყვეთ. И таким образом получить милость Господа და ამგვარად მივიღოთ უფლის წყალობა. в виде сильного вкуса, в виде глубоких осознаний в духовной жизни. ძლიერი გემოს და ძლიერი ცოდნის სახით სულიერი ცოდნის. На этом мы остановимся. ამაზე შევჩერდებით ჩვენ დღეს. Если есть у кого что-то спросить или сказать, то можно თუ сейчас. აქვს ვინმეს რაიმე კითხვა ან რაიმის თქმა უსურს, ახლა შეგიძლია. Any questions, comments, and donations? Нам такой девать на время такие. Я говорю, прямо. Харе Кришна. Харе Кришна, Тарька. Очень интересная лекция. Большое спасибо вам. Вижу, что помогло. Харе Кришна. Hare Krishna, Hare Krishna. Madloba gocha. Видимо, добро. დიდი მადლობა. Badroebt.